ვუბრუნდებით გრანტების კანონს, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება, შედის ცვლილებები. როგორია მხარეთა პოზიციები? ახლა ჩემი კოლეგა მანენა დევაზე შემოგვიერთდება, რომელიც თემაზე მუშაობს და მისგან უფრო მეც მოვისმენთ. მანენა, გისმენთ. უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების გამჭვირვალობის მიზნით ქართული ოცნება გრანტების შესახებ კანონს ამკაცრებს, როგორც მართულ გუნდში აცხადებენ. დღეს მოქმედი კანონმდებლობა ყველა რისკს ვერ ასღვევს და კანონის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსების მიღების შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. ქართული ოცნების ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით გრანტის განმარტება სუსტდება და გრანტად მიიჩნევა უცხოეთიდან ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი თუ მატერიალური ფორმით გადმორიცხული საშუალებები, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზანი და შესაძლოა ხმარდებოდეს ან მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულებების ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენას. ასეთი გრანტის მისაღებად პირმა ნებართვა უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობისგან დაგეგმილი ცვლილებებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოეთშია რეგისტრირებული, თუმცა ძირითად საქმიანობას საქართველოში ახორციელებს, მან გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს. ამასთან თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს თანხა გრანტად ჩაითვლება. გარდა ამისა, გარე ლობიზმი დასჯადი ხდება. გრანტების შესახებ კანონის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რაც ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან 6 წლით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს. ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და რეპრესიულს უწოდებს. მათი შეფასებით დაგეგმილი ცვლილებებით ქართული ოცნება ებრძვის არასამთავრობო სექტორს და ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის ტრიალს და გარე ძალის შიდა საქმეებში ჩარევას არ დაუშვებს. ოცნებამ 72 მილიარდი აკიდა ვალად საქართველოს. ეს ფული მოტეხეს, არაფერი გააკეთეს, ოქროზოდების სახლებში დაილაგეს და ამასობაში ხალხს ეუბნებიან, რომ თუ გრანტს აიღებთ 6 წლით ციხეში გაგიშვებთ. ეს არ არის ნორმალური, ეს არის რეპრესია, რეპრესიის გაგრძელება, ტერორი და რა თქმა უნდა, დემოკრატიის გაუქმება, რეპრესიები, ტერორი ეს ნორმალური არ არის და საქართველოს თუ ესე გააგრძელებს ივანიშვილის ხელში საქართველოს ოპერირებას იმ საერთაშორისო ქარიშხალში, რომელშიც მსოფლიოა, ცხადია ჩვენ გავქრებით. სინამდვილეში ქართული ოცნება აპირებს, რომ ამ ქვეყანაში მთლიანად მოსპოს განსხვავებული აზრი, იმ ორგანიზაციების და ჯგუფების საქმიანობა, რომელიც წლების განმავლობაში დარაჯობდნენ ამ ქვეყანაში დემოკრატიას და უფრთხილდებოდნენ ამ ქვეყანაში დემოკრატიის ჩანასახის არსებობას. ეს ყველაფერი არის ერთ სურათში დასანახი და ნიშნავს იმას, რომ დიქტატურის გამყარებას ქართული ოცნება კვლავაც აპირებს. ეს არის ოცნების მორიგი მცდელობა, რომ ბოლომდე მოგუდოს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო სექტორი, ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი, ოპოზიციურად განწყობილი, კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რაც მოსალოდნელი იყო ეგრეთ წოდებული რუსული კანონის შემდგომი განვითარება. ჩვენ არასდროს ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასდროს ყოფილა წინააღმდეგი გამჭვირვალობის და ყოველთვის ვამბობდით, რომ გამჭვირვალობა ეს რა თქმა უნდა ყველას ვალდებულებაა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ოცნება იმდენად ამძიმებს ზოგადად ამ კანონმდებლობას, რომ საბოლოო ჯამში სურს მას მხოლოდ თავად დაკონტროლოს სამოქალაქო სექტორი. ჩვენ ამავდროულად გვესმის გარედან პირდაპირ განცხადებები, რომლის მიხედვითაც მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არსებულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ და შესაბამისად შავი ფული შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში და ამით ჩაერიონ პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ვალდებულება ხელისუფლებას და მართლ გუნდს, რომელიც ვართ პასუხისმგებელი სუვერენიტეტის დაცვაზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო სივრცე უნდა ქონდეს ისე მოწყობილი, რათა გარე ჩარევები, მათ შორის ფინანსური თუ სხვა საშუალებების შემოტანის იყოს აკრძალული მინიმუმამდე დაყვანილი და არავითარი გვერდის ავლის საშუალება აღარ დარჩეს. მარტაკოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ გზებს ეძებენ კანონის როგორ აუარონ გვერდი საქართველოში და ისე დააფინანსონ სხვა ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ვინაიდან მათ დაანონსეს, რომ უკანონოდ აპირებენ გვერდის ავლით
დაფინანსებას ჩვენც რა თქმა უნდა მივიღებთ ზოგიერთ. ყველაზე მარტივი კანონი შემოვიღეთ და თქვით თავიდან 20% თუ აღემატება შენი ესე იგი დანახარჯების და შემოსავლების ნაწილი, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ამის დეკლარირება მოახდინე, მეტი არაფერი არ გითხოს. და თავი მოიკლეს და თქვენს რომ ჩვენ ამას არ შევაცვლოთ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ანუ ჩვენ გვინდა რომ ფარულად გვაფინანსებდნენ, არავინ არ იცოდეს რაში დავხარჯავთ ამ ფულს. რეალობაში ხო ვიცით რომ ეს რევოლუციურ პროცესებს ხმარდებოდა, ეს მილიონჯერ დავადასტურე და თვითონაც ადასტურებდი. უხეშად ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს დეპუტატები ამ საკითხზე დაჩქარებული წესით არ იმსჯელებენ და ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურებით განიხილავენ. მადლობა მანენა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.